მაშინ როცა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ეკონომიკური მაჩვენებლებით პანდემიურ პერიოდს ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება და 2026 წლის პროგნოზითაც იგივე მონაცემებს შეინარჩუნებს, საქართველომ კიდევ ერთი მზარდი ეკონომიკური წლის მოლოდინი მიიღო. ამჯერად გაერო მსოფლიო ეკონომიკური სიტუაცია შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებიც გაგვიზიარა. ამ მოლოდინებში საქართველო რეგიონშიც და კანდიდატ ქვეყნებშიც ლიდერია და ზრდის ტემპი 2026-იც შენარჩუნებულია. ოპოზიციას ამ მონაცემების შეფასება არ სურს და მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს, რაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგით არის გაწერილი. რომ არა ოპონენტების მსგავსი დამოკიდებულება და გარე რყევები, მართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თავად ჩიკვეტია გაგვაცნობს გაეროს მონაცემებს და ქართული ეკონომიკის დადებითი ტენდენციის მიზეზებსაც. საქართველოს ეკონომიკური ზრდის და სწორი განვითარების მორიგი საერთაშორისო დადასტურება. გაერო ამბობს, რომ 2026 წელს საქართველო კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება და 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს და თითქმის ორჯერ აღემატება კანდიდატი ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. საქართველოში მდგრადი განვითარება 2025 წელსაც გაგრძელდა, რასაც სამშენებლო და ტურისტულმა სექტორმა შეუწყო ხელი. საქართველოს წინსვლის აღიარება ისევ უჭირთ რადიკალებს. ფაქტს ვერ უარყოფენ, თუმცა ნეგატიურ ჭრილში პოზიტიური ეკონომიკური მოლოდინის წარმოჩენას აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ. ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ საქართველო იქცეთ ფულის გათეთრების, კორუფციის, ტრანსნაციონალური დანაშაულის ცენტრად. სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური მუშაობის შედეგი. ქართული ოცნება ხელისუფლების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მორიგი აღიარება მოუტანა. მიუხედავად შიდა და გარე დაპირისპირებისა, ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტის და პოლიტიკური მიკერძოებულობისა, ფაქტი ერთია, საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია ლიდერია რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, ალბათ მეტიც იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვდგავართ. კარგი ტენდენცია და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ეს ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის შიდა ძალების, ამ ექსტრემისტული ძალების მობილიზება, პოლიტიკური ნიშნით შეფასება გაგვიყვანს გარკვეულ დასკვნებამდე. რომ საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს. ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც მოწინავეთა შორის არის. სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო და მე ვფიქრობ მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის თუ როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნას შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა. ეს არის ამის დამადასტურებელი. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები, შესაბამისად ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად უსწრებთ ნებისმიერ, ესე ვთქვათ, მოლდოვას, უკრაინას და კანდიდატ ქვეყნებს მინიმუმ დემოკრატიის ინდექსიდან მათ შორის, ეს არის ცნობილი და ამას ვერავინ ვერ უარყოფს, მათ შორის ერთ თქვენ თვითონ ამბობთ, რომ გაეროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშიც იგივე არის გამოქვეყნებული. ამაზე ვსაუბრობ ჩვენ წლების განმავლობაში. მიუხედავად დასავლელი ბიუროკრატების უსაფუძვლო კრიტიკისა, საქართველო აგრძელებს სწრაფ განვითარებას და მდგრად ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კვლევებით არაერთხელ დადასტურდა.